სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ადრთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა სვავს ტიმოთე, რომელიც დაიბადა რეზერვაციაში, იცით რომ რეზერვაციები დღესაც არის, კანადაშიც გვაქვს რეზერვაციები და არის სპეციალური კანონები მოქმედებს რეზერვაციაში, ჩაკეტილები არიან შედარებით, ჩაკეტილები რას ნიშნავს? მათ აქვთ მაგალითად სხვა საგადასახადო სისტემა, შეღავათები აქვს ძალიან ბევრი, მაგრამ არიან ერთად კომუნიტში, რომ თითქოს და უფრო გადარჩენ და გაუადვილდეთ ყოფა. კანადაში ალბათ ყველაზე საუკეთესო პირობებია ინდიელებისათვის, ადგილობრივი, რაც შეეხება ავსტრალიის აბორიგენებს, იქაც ძალიან კაი პირობები იყო, მაგრამ ვერ ახერხებენ ისინი ამ პირობების გამოყენებას, მე ვნახე უშუალოდ. რაც შეეხება ნიუ-ზილანდს, ალბათ ყველაზე წარმატებულები ადგილობრივი ინდიელები მანდარიან, აღლაპარაკობ სამოას და იმაზე, იქ მთლიანად და ჰავაი მაგათი არის, ხო, მაგრამ მე ლაპარაკობ ისეთი, სადაც თეთრი დომინაცია, მაგალითად ნიუ-ზილანდი თქვენ წარმოიდგენთ, ახლა ნიუ-ზილანდის პარლამენტში იმაში მათ აქვთ ძალიან ძლიერი ხმა და იცით რეგბიში რა წარმატებულები არიან და ქორწინებებიც ყველაზე ბევრი ნიუ-ზილანდში არის ერთმანეთს შორის, რაც არ აქვს ადგილი აქ. არც აქ კანადაში, არც ავსტრალიაში იყო, მაგრამ ძალიან ცოტაა. მაგრამ იქ შეიძლება ძალიან ბევრი ნახოთ უკვე წარმოშობით ძველიდანაც, იმიტომ გარეგნობითაც ძალიან ლამაზი ხალხია, ბევრი ამას წინაზე ჩემს მეგობარსაც ვეუბნებოდი, უზიარებდი, რომ ძალიან გვანან აი ქართველებს თუ გახსოვთ ის ბოლო ფილმი, სადაც რობერტ დე ნირო და დიკაპრიო თამაშობენ, ხო, იმს თუ არა რაღაც რო ქვია სკორზესემ რო გადაიღო. იქ მთავარი როლის შემსრულებელი ძალიან გავს ქართულ გოგონებს, გესმით? და მეც მინახია ძალიან ბევრი ჰავაიში რა თქმა უნდა თეთრებთან აღრება რომ მოხდა მაგის შემდეგ უფრო და უფრო დაემსგავსენ, მაგრამ ტრადიციულად ისტორიულად ამბობენ რომ ეს მაორი და ჰავაიელები და სამოელები განსხვავდებიან ჩინური რაღაც აღრევა არის ოკეანეს ეძახიან მაგ რასას. ესენი არ არიან აბორიგენელებივით, მაგრამ აბორიგენელები ინდოელებს განან, ხო, შრი-ლანკელები და ვერ გაარჩევ. ზოგს, ხო, ასევე პაპა-ნუ-გინი, ასევე სხვადასხვა, მაგრამ ტაჰიტი, ასევე ჰავაი, სამოა, ისინი ბევრი აქვს მსგავსი მაგათ და კანის ფერიც სხვანაირია რა. ასე რომ უფრო ყვითელი რასაც შეიძლება მიეკუთვნებოდნენ. ასე რომ აი ეს პიროვნებაც რო შეხედავთ გარეგნობითაც, ნახავთ ტიმოთეს, როგორი გარეგნობის არის. დაიბადა რეზერვაციაში და ფლორიდაში ყოფილა ეს რეზერვაცია და აპირებს რომ პასტორი გახდეს აქ სემინარიაში სწავლოს ჯონ მაკარტურთან და ჩავიდეს და უკადაგოს. ის სვავს კითხვას. და ნახოთ რა გამოწვევების წინაშე დგას. საღამოშვიდობისა პასტორ ჯონ, მე ტიმოთე მქვია, გამარჯობა ტიმოთე. მე ვარ მაგისტრატურის სტუდენტი მასტერ უნივერსიტეტში. სწავლა გასულ თვეში იანვარში დავიწყე და იმედი მაქვს რომ დამთავრების შემდეგ სემინარიაში ჩავაბარე და პასტორი გამოვალ. და აუცილებლად დაუბრუნდები ადგილობრივ ეკლესიას, სადაც გავიზარდე. ეს იყო ფლორიდაში რეზერვაციაში გავიზარდე. და ჯონ მაკარტურს გაუხარდება, თქვენ ეს სემინოლი ხართ, ეთყობა გვარი არის სემინოლი და იცოდა ჯონ მაკარტურო ამის შესახებ. დიახ ბატონო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სადაც მე გავიზარდე, ხალხი ძალიან მტრულად არის განწყობილი ქრისტიანობის და სახარების მიმართ. ისინი მას თეთრკანიანების რელიგიას უწოდებენ და ამბობენ, ჩვენ ამასთან არაფერი საერთო არ გვინდა. ეს თეთრკანების რელიგიაო. ახლა კი ამ ჩვენ ტომში, ჩვენს რეზერვაციაში დაიწყო უკვე ვოუკი გამოღვიძება ერთგვარი, ხო? და უფრო მეტი ბავშვი ამბობს, რომ ისინი გეები არიან, ან ჰომოსექსუალისტები, ან ლესბოსელები. ხედავთ, ან უსქესო, რაც არ უნდა ნიშნავდეს, იცით ხომ დღეს, რომ ზოგი ესეთ მიაკუთვნებს თავს და უნდა რომ გაარკვიოს რა სქესის არის. აი ეს შემოვიდა და ქრისტიანობაზე წყლად არიან განწყობილები. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინტერესებს როგორ უნდა მიუდგე იმ ხალხს, რომელიც უკვე ეწინააღმდეგება ქრისტიანობას თავის კულტურაში. ახლა მთელი მსოფლიო წინააღმდეგია. ესეც გავლენას ახდენს მათზე. ასევე როგორ უნდა დაუმეგობრდე ადამიანებს, რომლებიც გულგრილები, მტრულად არიან განწყობილი ქრისტიანობის მიმართ. რადგან ჩემი ყველა მეგობარი ქრისტიანი არ არის. რადგან ჩემნაირი არავინ არაა. მე ერთადერთი ვარ. მარტში 20 წლის ხდები. ერთადერთი 20 წლის 30 წლამდე თუნდაც ასაკიანი ადამი ვარ საზოგადოებაში და შესაძლოა მთელი ტომიც კი. და ჯონ მაკარტური ეუბნება. ვაუ, აი აგერ არის გეგმა. მიდიხარ მაგისტრატურაში, რასაც შენ აპირებ და ამთავრე. მე გადადიხარ სემინარიაში და შემდეგ უბრუნდები და ამბობ, უფალო, დამეხმარე ილოცე, რომ ამ ჩემს ხალხამდე მივახციო. იცოდენ უფალს აქ გარკვეული მიზეზზე იმის გამო რომ აქ ახარ შენ.
რა აქვს მას მიზეზი და გეგმა შენთვის. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ თქვენს პიროვნებაზე და ვიფიქრე ამაზე, რომ თქვენ შეიძლება იყოს სწორედ ის კაცი, რომელიც თქვენ ტომს სჭირდება. შეიძლება თავიდან არ მოგისმინონ, ასე რომ თქვენ უნდა გახდეთ ქადაგებლის გარეშე ძნელი იქნება, ხო? ასე რომ მათ ქადაგებელი ჭირდებათ. და მომდენო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გსურს რომ შენ ძალიან კარგი ქადაგებელი გახდე და ამაში ყველანაირად დაგეხმარებით და მე ვნახოთ რა სიზავს ღმერთი თქვენის მეშვეობით. ეს იქნებოდა შესანიშნავი მისიონარული ველი, სადაც გრეისის მადლის ეკლესია, ჩვენი ეკლესია დაგეხმარება თქვენ რომ ეს ნაბიჯი გადადგათ და გადაწყვეტოთ იქ წასვლა. კარგით? დიახ, მადლობა თქვენ მოსმენისათვის. მე უბრალოდ დავამატებდი, ნახეთ, რამდენი წელია უკვე ამერიკა არსებობს, ნახეთ და როგორი განწყობა რეზერვაციაში. ეხლა ამას ხო აქვს მიზეზები. ეხლა ეს მიზეზები შეიძლება იყოს ობიექტურიც და სუბიექტურიც, ხო? და ერთ-ერთი მიზეზი რაც არის ის რომ ძალიან ბევრმა ორგანიზებულმა ქრისტიანობამ დააფრთხეს ხალხი, როგორც საქართველოში. რატო არიან დამთხარლები აჭარლები და ამდენი ხნის განმავლობაში აჭარლები უფრო მეტი მუსლიმანი ხდება ვიდრე ქრისტიანი. ადრე ესეთი არ იყო, ხო, საბჭოთა კავშირის დროს პირიქით ისინი იკლნენ ათეიზმის პერიოდში. და ეხლა ნახეთ როგორ წარმოვიდა. ახლა ვლაპარაკობ კავკასიის სხვა ტომებზე, რომ იქ ვერ მოხდა ქრისტიანობის. ასევე ძალიან ბევრი გითხარით ამას წინებზეც გავავრცელე და ჩემმა თანამშრომელმა პირადად მითხრა ეს, გამოთქვა დესმონ ტუტუ. იცით დესმონ ტუტუ ვინ არის? დესმონ ტუტუ იყო არქიეპისკოპოსი, კათოლიკე, ძანცრობილი პოლიტიკური ფიგურა ნელსონ მანდელასთან ერთად სამხრეთ აფრიკაში. და მისი გამოთქმა არის, როცა მოვიდნენ მისიონარებიო, ჩვენ მოგცეს ბიბლიაო და გთხოვსო ილოცეთო. ჩვენ რო დავხუჭეთ თვალი და ვილოცეთო, ხო? რო გავაღეთო თვალიო, ბიბლია ხელში ქონდაო და მიწა დავგარგეთო. ბიბლია კი დაგვიტოვესო, მაგრამ მიწა დავგარგე. აი ჩემმა თანამშრომელმა მუსლიმანმა ინდოეთში დაბადებული ზუსტად ეგ სიტყვები მითხრა. მაშინ მე არ ვიცოდი ეს სიტყვები ვის ეკუთვნოდა. დესმონ ტუტუს. და მე გავავრცელე კიდევაც პოსტი. ხო? და ეს ნახეთ მისიონარები, გაიხსენეთ ფილმი მისია, რომელშიც რობერტ დე ნირო შესანიშნავ თამაშობს, გასვოთ ხო? სამხრეთ ამერიკაში რო ხდება და ესპანეთის ექსპანსია რო ხდება და პორტუგალიის. ნახეთ, ძალიან ბევრი ამ მისიონერებს იყენებდა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის. და ქრისტემ მაგიტომ გაგვოგზავნა ჩვენ ხალხთან რომ მივიდეთ და ჩვენი პოლიტიკური თუნდაც აი პატარა იმაზე რო აიღო დონეზე, როცა ადამიანი დაგინახავს რომ შენ მატერიალური ყოფა მოიწყო, როცა ხარ ვიღაცა იმაში კახეთში ექიმი თან პასტორი ხარ და მოიწყო შენი კარგი ცხოვრება, კარგად ხარ და შენ მრევლი გჭირდება იმების სპონსორების მოსაზიდად ამერიკიდან. და შენი რა ქვია, გოგონაც ამერიკელ სიძეზე გაათხოვე თუ პირიქით. ხო მიხვდება ხალხი, რომ შენ ეს პირადი იმის გამორჩენისთვის გინდა. და სად ივლება ზღვარი, სად იმაშვები, როცა გაკვირდება, რომ ჩვენ მუშაობთ, წვალობთ, შენი შვილი არაფერს არ აკეთებს და კარგად არის. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკვე არ ღვევს იმას. შენ როგორ ცხოვრობ, იგივე ცხოვრები ცხოვრობ, როგორი ცხოვრობს დაუშვათ ის მრევლი, ვისთანაც შენ აგაქვს ურთიერთობა? არ აქვს მნიშვნელობა ეს ადგილობრივ ინდიელებთან იქნები შენ მისიონარი თუ ნებისმიერ ადგილზე. და ძალიან ბევრი ესე გადაიქცა, ქრისტიანობა მოირგეს, განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ორგანიზებულმა კათოლიციზმმა, ალბათ ყველაზე მეტი, ხო? როცა იპყრობდნენ და თავის ძალაუფლებას ავრცელებდნენ. და დაიწყო ეს კონსტანტინეთან, როცა მან სახელმწიფო რელიგია დაქცია. და როცა ადამიანი ნებისმიერი აქცევს ქრისტეს სავარძელს მოირგებს და მაგითი უკვე ადამიანებზე დიქტატურას ავრცელებს და თავის ოჯახს, თავის ცხოვრებას გაიუმჯობესებს, გაიადვილებს. და რა თქმა უნდა, ახლა ქსიამოვნებს შენ როცა კათედრაზე ახვალ და ამასაგ რაც არ და მით უმეტეს უფრო ნიჭიერი და განათლებული ადამიანი, უფრო შენიღბავს და უფრო კარგად მოირგებს მაგას. რაღაცა სფეროებში დაგანახებს, რომ დაუშვათ უანგაროდ აკეთებს და რაღაცა სფეროებში ის უკვე თავის იმაზე ბიბლიურ იმას მოირგებს და შენ ისე დაგანახებს გასწავლის, რომელიც დაუშვათ რომელსაც შენ ვერ ხედავ. ასე რომ აი ეს ძალიან ესეთი ფენომენი არის აი ეგ, რაც ამ პიროვნებამ დააფიქსირა, რომ ძალიან დიდია ზარალი მიყენებული. და ეხლა ამის გამოსწორება უკვე რთული არის, ხო? ამ ახალგაზრდისთვის, რომელიც აპირებს რომ წავიდეს და პასტორად იყოს. აი ეს მინდოდა დამემატებინა მეთქვა. მადლობა მოსმენისათვის.